წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თუ სიხარული ადამიანს არ აქვს და თუ ამ ხრივ მას პრობლემა აქვს, ეს ნიშნავს, მას პრობლემა აქვს მთლიანად სარწმუნოებრივი. შეუძლებელია, რომ ადამიანი აცნობიერებდეს, რომ არის ღმერთი, რომელიც შენთვის მოვიდა ადამიანად, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა და მარადილ სიცოცხლეში შეყავხარ, რწმენა მოგცა და არ იყო მადლიერი და მადლიერების ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ სიხარულია. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ერთ-ერთი სათნოება სიხარულის გარდა და სიხარულთან ერთად არის მგლოვარება. პირდაპირ გვაქვს ხო ნეტარებაში, ნეტარიყვნენ მგლოვარენ. ეს მგლოვარება ასევე სიხარულთან ერთად მოუკლებლივ უნდა ჰქონდეს ადამიანს თუ ის ქრისტიანია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაზე მგლოვარებდეს უნდა ადამიანი? რა თქმა უნდა, ერისკაცულად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ პრობლემების მეტი რა გვაქვს, რომ მგლოვარების დეფიციტი გქონდეს. მაგრამ ამ მგლოვარებაზე არ არის საუბარი. პირიქით, ამა სოფლისთვის მგლოვარება სიკვდილს შობს, ხოლო ღმერთისთვის მგლოვარება სიცოცხლეში გვამყოფებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, ისე როგორც სიხარულიც. სიხარული მხოლოდ ამ სოფლიური წარმატებების გამო უპერსპექტივოა და პრინციპში ისიც სიკვდილს შობს. ხოლო ღმერთისთვის სიხარული არის სიცოცხლის მომნიჭებელი.